თანამედროვე მედიცინა ვერც იოცნებებს იმ შედეგებზე, რომელიც გააჩნია ფიტოთერაპიას და მიკოთერაპიას. აუცილებლად უნდა დამტკიცდეს, რომ მოხდეს ინტეგრირება სამედიცინო სფეროში და ალბათ ჩვენს მეცნიერების გზით უნდა წავიდეთ. ძალიან ისეთი საჭირო ამბავი ახლა რაც თქვით ჩვენ. ისინი კურნალობენ სიმპტომებს და არა წყაროს საიდანაც დაავადება იბადება. საბაზრო ლოგიკა, რომ შენ მუდმივად იყო აი ამ პროცესში, რომ მუდმივად კურნალობდე, მაგრამ არასდროს არ განიყო. მომწოქოები არ შედის არც ცხოველებში, არც მცენარეებში. ეგ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ცხოველის არის და მცენარეც არის. შენ დღეს უკვე სოკოების კაცი გეძახიან როგორც მე. კი, არის ეგეც ხო სოკოს კაცი. როგორ გახდი სოკოს კაცი მოგვიყევი? აი 30-ის როგორც კი გავხდი რომ მამა გახდა მძიმე ავად ხო? აი ეს ახლა ჩვენ სადაც ვართ ყველა საავადმყოფოები სადაც არის აი ყველა მოვლილი გვაქვს 20 წლის განმავლობაში ნუ პრაქტიკულად ცხოვრობდით საავადმყოფოში იმიტომ რომ აორტის ანევრიზმა ქონდა მძიმე ავადმყოფი იყო და სულ აი ქრონიკულად საავადმყოფოებში გვიწევდა ყოფნა. მამა რო გარდაიცვალა და დავასაფლავეთ სადღაც ერთი თვეც არ გასულა დედა გახდა მძიმე ავად გახდა და შემდეგ 3 წელი კიდე დაემატა ამ ამბოს უკვე მძიმე დემენცია. და მე ჩემ თავსაც სიტყვა მივეცი და ვთქვი რომ რაღაცა გამოსავალი უნდა იყოს თქო. და დემენციაც ისეთი მწარე გამოცდილება იყო ძალიან და მე ვუვლიდი დედას. 3 წლის განმავლობაში ნუ მე ვიყავი მისი ხელი, ფეხი ყველაფერი მე ვაკეთებდი მის მაგივრად და არც მომდიოდა თავში ეს წლების განმავლობაში საერთოდ რომ სოკოში სამედიცინო სოკოებზე გაგონილი რაღაც ქონია ესე როგორც ბევრ მსმენელს შეიძლება ეხა კონდეს რა. დავიწყეთ ძალიან პატარით რომ ნუ გაგონილი მქონდა რომ აი მაგალითად ლომის გულა ესეთი სოკოს სახეობა არის რომელიც ნეირონული ქსელის აღდგენაზე მუშაობს მაგალითად. შევისწავლე ჯერ თეორიული საკითხები, სადღაც 1 წელი მოვანდომე იმას რომ სანამ მიღებას დავიწყებდი და პრაქტიკაში გამოვიტანდი ამ ამბავს, რომ გამეგო ყველა პლუსი მინუსი როგორ არის რა წყაროებზე დაყრდნობით როგორ და ნუ ისტორიულ კულტურული ისიც ბექგრაუნდი რაც აქვს სოკოებს ისინი შევაჯამე და მივედი იქამდე რომ უკვე პრაქტიკაში გამოვიყენე და აქ დაიწყო აი სასწაულები რომლებზეც ვაპარაკობთ რომ რამდენად სწრაფად უკვე სოკოებმა დაიწყეს ორგანიზმზე მუშაობა. ანუ შენ ახლა საუბრობ გამოცდილებაზე, ნუ რომელიც მიიღე დაკვირვებით დედაზე. კი, დედაზე და ჩემზე. ჯერ პირველად მე დავიწყე მიღება და დავაკვირდი თუ რა რეაქცია იქნებოდა ჩემ ორგანიზმში. დედა მაგალითად ფეხზე ვერ დგებოდა სანამ ვერ არააყენებდი, მე უნდა გაგესენო, ესე ხელით მოვყავს, ხო და მაგ დროს, როდესაც უკვე შევისწავლე და გადავწყვიტე რომ შემესყი და არ იყო საქართველოში. ეს უნდა გამოგეწერა მაშინ კიდე, ეხა არის. და გამოვიწერე საბაჟდოზე არ შემოუშვეს ასე შემდეგ და შემოვუცებ აღმოჩნდა ოჯახი რომელიც ამას ამზადებს და პირველივე მიღებისთანავე მე მახსოვს ახლა ეგ რა ეს არის ამანიტა და ლომის გულა. ქართული დასახელებებიც არ არსებობს ბევრი სოკოების სხვათა შორის და ესეც, მაგრამ ამანიტას ძალიან კარგი დასახელება აქვს ცათამყვანა. ხო და ცათამყვანა და ლომის გულა დავიწყეთ და ახლა 2 წლის განმავლობაში დედას მე ვაყენებდი. აი მიღებიდან, როდესაც მე მიღებიდან სადღაც 2 საათი რო გავიდა, ისე ხუმრობით ვკითხე დედას რა, აივანზე ვიჯექით მახსოვს. ხუმრობით ვკითხე, მეთქი რა ხო არ გიგრძნია მეთქი, ხა ეს ხუმრობა იყო, იმიტომ რომ ჭირდება თერაპიას 1 თვე, 2 თვე, 3 თვე ჭირდება, რომ ეს დაგროვებითი პროცესია და იმან უკვე მუშაობა დაიწყოს, მაგრამ სიმპტომები კი ჩანს ხა თავიდანვე რა, რომ ამათმა იმუშაონ, ესენერს ბილად მუშაობენ, არ არის აგრესიული და არა არ მიგრძნიაო ისე რა თვალებით მანიშნა და აბა მეთქი იქნებ ხო არ ადგები მეთქი და ისა რა ქვია იგრძნო მეთქი სიარულში თქო რა და ქალი წამოხტა და მისი ფეხი აი ხო მანამდე მე ვაყენებდი მისი ფეხი წამოხტა და დახტა ეს და მიყურებს გაკვირვებული ეს რა გავაკეთო მეც რა გაკვირვებული ყურებს ეს როგორ მოხდა ანუ მიღებიდან 2-3 საათში უკვე ორგანიზმმა რეაქცია მიცა და უკვე პროცესები დაიწყო და ამან მე უკვე დამაინტერესო რომ ანუ ის კი არ არის რომ ისე რა მუშაობს ანუ ეს არის კონკრეტული უკვე მიმართულება რომელიც სადაც ეფექტიც გამოხატული აქვს და ანუ პირველი მიღებიდან თუ ესეთი რეაქცია არის იქ უკვე თვეების განმავლობაში რომ სხვა შედეგები გვექნებოდა ნათელი იყო რაც მოხდა პრაქტიკულად შემდეგ უნდა ვთქვათ რომ ეს არის დაკვირვება და ყველაზე დიდი თუ რაიმე მართლა საოცარი არის, ეს არის ადამიანის შთაგონება და ჩვენ არ ვიცით. ცალკე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს შთაგონება და ჩვენ გვეგონოს სხვა რამე. ამას რა თქმა უნდა ვერც მე დავამტკიცებ და
ვერც შენ. ხო, არა, აქ არის ბევრი საინტერესო მომენტი, რომელიც ამას მოყვა რა, ეს მოვყევი პირველი ეფექტი, რომელიც ჩემთვის იყო, ისეთ მანიშნებელი რა. მე ხო, რაღაცა დიც რომ საქმე ისე არა, როგორც ჩვენ ცოდნა გვაქვს ამ მიმართულებით და შესაძლებელია ესაკითხი და მე ამას მოყვა უკვე პრაქტიკული სამედიცინო კვლევებით შეიძლება ჩაითვალოს ეს, ოღონდ უფრო კერძო პრინციპში ეს ჩვენი საუბარიც პირველი მიახლოება არის ჩვენთვის და არის კლინიკური კვლევები, სადაც მუშაობა მიდის დემენციასთან მიმართებით, ალცჰაიმერი და ასევე შფოთვითი აშლილობები. ჩვენ ახლა წავიდეთ უფრო ადრინდელ პერიოდში ელემენტარული ღვინის საკითხი, ალკოჰოლიც კი არ გარდაიქმნება ამ პროცესის გარეშე, სადაც სოკო აუცილებლად ჩართული არის ამ პროცესში. ისევე როგორც პური და ალბათ ყველაზე ესეთი სამედიცინო სფეროში პირველი ყველაზე დიდი გარდატეხა იყო პენიცილინის ამბავი. დღეს უკვე სიფილისით, გონორეით, პნევმონიით მენინგიტებით, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციებით ადამიანები აღარ იხოცებიან და ეს არის ზუსტად ამ სოკოს დამსახურება. პენიცილიუმ ნოტატუმ. ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით ბუნებაში, ისე თუ ასე სოკოს მონაწილეობით ხდება. ჩვენ ორგანიზმშიც, მაგალითად, ჩვენი ორგანიზმი შედგება ძირითადად ბაქტერიებისგან, ჩვენ სადღაც 90% ბაქტერია ვართ რა. თანამედროვე მედიცინის ჩასანაცვლებლად არ ხდება ეს. ეს არის რომ თანამედროვე მედიცინას დაეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებაში, აპოტენციალით სოკოებში დევს და რაც მე ვნახე პრაქტიკული თვალსაზრისით. კი, თანამედროვე მედიცინა პრინციპში შეგვიძლია თამათქვათ, რომ აქვს საკუთარი კერძო ინტერესები, ხო? ეს არის ძირითადად კაპიტალიზმის პირობებში ზოგადად ნებისმიერი სფერო, იქნება ეს მედიცინა თუ სხვა, დაინტერესებულია რომ კონდეს მოგება. პროფიტი, რომელიც ფარმაკოლოგიის შემთხვევაში რა თქმა უნდა არის უამრავი მედიკამენტის გაყიდვისკენ მიდრეკილი. ამიტომ შენ ლაპარაკში ეგმენიშნა რომ გარკვეულწილად არც არის იმის ინტერესი, რომ დაითრგუნოს ის უამრავი პრობლემა, რომელიც არის წყარო გამდრების საშუალებების. პრობლემა იმაში არის, რომ ისინი ისინი კურნალობენ სიმპტომებს და არა წყაროს საიდანაც დაავადება იბადება. აი აქ არის მაგათი ჩავარდნა უდიდესი და ისინი გადაგარჩენენ, მაგრამ არ მოგარჩენენ. აბსოლუტურად. ეს არის ლოგიკა, საბაზრო ლოგიკა, რომ შენ მუდმივად იყო აი ამ პროცესში, რომ მუდმივად კურნალობდე, მაგრამ არასდროს არ განიკურნა. მე მქონდა ესეთი კითხვა, თუ ესეთი კარგია ეს სამედიცინო სოკოები, რატო თვითონ არ აიღეს შეიარაღებაზე ეს ხო შეეძლოთ რომ ეს გადაექციათ იგივე, იმიტომ რომ მე ხა ჩემი გამოცდილებით თანამედროვე მედიცინა ვერც იოცნებებს იმ შედეგებზე, რომელიც გააჩნია ფიტოთერაპიას და მიკოთერაპიას. და კიდე ფუტკრის ნაწავს. აი ეს სამი კომპონენტია მთავარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამათი სწორი პროტოკოლების შექმნა უზრუნველყოფს, რომ სადღაც 70% დაავადების სულ რამე 5 წელიწადში საქართველოში აღარ არსებობდეს. ამ სიტყვებზე მე პასუხისგება შემიძლია. სახმამღალინად თქვა, რა დაავადებას გულის? ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, დრო აღარ არის იმის რა ქვია, რომ ვილაპარაკოთ რა. შემდეგ ეს საშუალებები, რასაც სოკოს მიმართულება ქვია, ხო? ისეთი შემადგენელი ნაწილი გახდება, როგორც კვერცხი გაქვს სახში. ეს არ არის კლასიკური გაგებით თავის მორჩენა. აქ უფრო ადამიანები ხდებიან პრევენციის რეჟიმში, იმიტომ რომ შენ არ გამიხვიდე დაავადებამდე, იმიტომ რომ დაავადება წლების განმავლობაში გროვდება და მაგ ექიმები არანაირ როლს არ თამაშობენ. შენ უკვე მიხვედი შედეგით და ისინი სიმპტომს კურნალებენ ხშირ შემთხვევაში. მოდით ახლა ხანს ნუ გადავუსწრებთ მედიცინას. არა, ჩვენც ახლა წარმოადგენთ კლინიკას, რომელიც რა ჯანმრთელობის გამსხვილებაზე მუშაობს, ანუ რაზე ალაპარაკი. რა თქმა უნდა არსებობს ალტერნატიული და აქედან გამომდინარე, ხო, მე ამან მიიღო რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ისე როგორც პოლიტიკამ, ისე როგორც მედიცინამ, ისე როგორც განათლებამ მიიღო ძალიან დეგრადირებული ხასიათი იგივე იმ ბიზნეს მიმართულების გამო და სულ მქონდა ეს შეკითხვა, რატო არიღებენ თქო, დაუბრუნდე მაგას. რატო არიღებენ შეიარაღებაზე თქო და რა არის პატენტი არის მათი მთავარი ამოსავალი წერტილი იმისა, რომ ფული გაკეთდეს. რას ნიშნავს შეიარაღებაზე? პატენტი ანუ შე რო გამოიგონებ წამალს, ამას სჭირდება მილიონების დახარჯვა, 10-15 წელი ისე უნდა გადიოდეს ტესტებს, უნდა აიღოს ნებართვები და ასე შემდეგ, მე რო უნდა ჩავიდეს ბაზარში და შენ აიღო უნდა პატენტი. აი ეს პატენტია ფასი. ამას მოყვება ფასის წარმოქმნელი და სოკოები ბუნებაში მოდის, ჩვეულებრივად ყველა შეუძლია მოიყვანოს
სახში შენ შეგიძლია შენთვის მოიყვანო ამას აღარ ჭირდება არანაირი საბუთები ადამიანმა თუ იცის რომელიც სოკო რას უხდება ის აღარ არის დამოკიდებული თანამედროვე მედიცინაზე აი ამას ვიტყვი და ამიტომაც არის რომ ძალიან მანდამაინც არავინ არ ზრუნავს რომ ეს ცოდნები გაიშალოს ანუ შენ აღწერ რომ წარმოების საშუალებები ვის ხელშიც არის ისინი ასე ვთქვათ ამ შედეგამდე არ მიდიან რომ ეს პრეპარატები რა თქმა უნდა არ ჩანაცვლდეს უკვე ჯანსაღი სამკურნალო საშუალებებით რომლებიც პრაქტიკულად შეცვლიან საერთოდ სამედიცინო სფეროს შეცვლიან ხო ჩვენ ახალს არაფერს არ ვამბობთ ჩვენ უკვე ძველ ცოდნებს ხო და ამდენი 1000 წლის განმავლობაში რომ ეს მოხმარებაში იყო ანუ მუშაობდა დღევანდელი ცდებით რომ ამას და პრაქტიკაც ამას ამტკიცებს აქ ბევრად უფრო წინ არის ეს არატრადიციული მედიცინა ვიდრე თანამედროვე მედიცინა მაგრამ ნუ მარკეტინგია ძალიან დიდი რესურსების აკუმულირება არის და ასე შემდეგ რომ მანდ ესეც საინტერესო მოვლენას გადავწყვეტ ადრე მოსმენილი მქონდა მაგრამ შუა საუკუნეებში ევროპაში პერიოდულად ჩნდებოდა უცნაური სცენივით ატყლებოდათ სოფლებში ნუ ხალხს თავს და რაში მდგომარეობდა ადამიანებს უშავდებოდათ ხელები სამონასტრო ჩანაწერებში შემდეგ არის რომ ეს ადამიანები აღწერდნენ რომ შიგნიდან იწვოდნენ ანუ იკლაკნებოდნენ რაღაც აი ეგზორციზმზე ფილმები რაც გვაქვს ნანახი ექსცენები იყო ტოტალურად ქალაქების და სოფლების ქუჩებში და განიცდიდნენ ძალიან ძლიერ ტკივილს ხედავდნენ ეშმაკებს ანგელოზებს როგორც ამ ტრიპის მერე აღწერდნენ ეს ადამიანები ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც წმინდა ანტონის წესრიგში წმინდა ანტონის ორდერის წევრებთან მიყავდათ ეს ადამიანები რომ ეგზორციზმი ჩაეტარა დემონი გამოედევნათ და ასე შემდეგ რა აღმოჩნდა ხო ესე იგი რეტროსპექტიულად რაც ახლა ჩვენ ვიცით სინამდვილეში საქმე გვაქვს ჭვავის რქასთან ეს არის ერგოტი ერგოტი ეს არის სოკო, ჭვავის თავთავს უჩნდება გარკვეულ პირობებში ეს სოკო და იწვევს აი ამ ამბავს, აი ამ ხელა გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე, სხეულზე, ყველაფერს. ეს სოკო ჩვეულებრივი ჭვავის პურით მე ლიზი კოჭავამაც მითხრა ამაზე რომ მეთქი ჭვავის პურს მეთჭვა მეთქი და ესე იგი და როგორც ყველაფერი ყალბია ესეც რა თქმა უნდა ყალბია ჩვენთან და შეღებილი ჭვავის პურია სინამდვილეში იქ ჭვავი ნაკლებად და მაგრამ ხო ეს ჭვავის რქა უნდა გქონდეს აუცილებლად ეს სოკო და ეს ერგოტამინი ეხლა მაგალითად წარმატებით გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ ზოგადად თავის ტკივილების სპექტრზე ამ მიმართულებით და რაც კიდე ძალიან საინტერესო არის ალბერტ ჰოფმანის LSD-ის გაჩენა დაკავშირებულია ზუსტად ამასთან ჭვავის რქასთან ერგოტთან სინთეზირება სადაც ხო ეს მოკლედ ეს თელი ეს ამხელა მაგია და მისტიკა გადავიდა ქიმიაში პრინციპში ბევრად უფრო დიდ მისტიკაშიც ხო და იმიტომ რომ ქიმია რა არის ერთი თემა არის როდესაც მძიმე მაგალითად ტრიპში შესვლის თემა და ეგ უკვე შამანური და ესეთი ცოდნები რომლებიც სხვადასხვა განზომილებებში გადაყავს ადამიანებს ეგ ხო იყო და ახლავს ამ თემას თუმცა ყველა სოკოს არა ახლა მაგალითად ინდაურის კუდი რომელიც ონკოლოგიაში ძალიან კარგად მოიხმარება უკვე და თვითონ ექიმების აღიარებულია მძიმე მეტალები რო გამყავს იმას საერთოდ არა არც ლომის გულას არც რიშ აქ ერთადერთი არის ამანიტა რომელსაც ახლავს ეს ამ სამედიცინო სოკოებში რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც მე პრაქტიკაში მაქვს აღებული შეიარაღებაზე ხო იქ არის მარტო ამანიტა რა ნუ ამანიტა მაგალითად აქ ჩვენ ხო ლაპარაკობთ მიკროდოზირებაზე საერთოდ სოკოების მიღების პრაქტიკა ესეთია მიკროდოზირება არის ხო ეხლა ღებულობ დღეში 0.5 მაგალითად და უნდა მიიღო ავით 15 გრამი რო შენ რაღაც галлюცინოგენური ისინი წარმოგეშვას ჩვენ რეალობაში უკვე გაჩნდა ბაზარზე ბევრნაირი მომწოდებელი, ბევრნაირი მარკეტინგული თავბრუდამხვევი აღწერებით და ასე შემდეგ, ხო? ორი სიტყვით ამაზეც ვთქვათ, ჩვენ არანაირი დაინტერესება არ გვაქვს ამაზე ლაპარაკის ეს რომ რაღაცა გარდა ინფორმაციის გავრცელებისა და ადამიანებში ინტერესის გაღვიძებისა, რა ვიცით იმის შესახებ, რაც ახლა ხდება ბაზარზე, რაც იყიდება მაგალითად არ დავასახელოთ, მაგრამ
რა პროდუქტებია ეს, რამდენად სანდოა და ამაზე შენი გამოცდილებითაც წინ გავიწიეთ ამ 5 წელიწადში აშკარად, იმიტომ რომ მე რო დამჭირდა ეს ძალიან რთული იყო საშუალო. აი ვერი შევიდი საქართველოში, მაგრამ დღეს უკვე შესაძლებელი არის იყიდო ბაზარზე, უკვე ამ სოკოებიდან რა ისევე ლომის გულად შეგიძლია იყიდო, ინდაურის კუდით შეგიძლია, ნუ ყველა სახის სოკო შესაძლებელია იყიდო უკვე რა, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოს გარედანაც გამოწერით რა. ბაზარზეც არიან უკვე გამყიდველები ზოგს შემოტანილი, ნუ ძირითადად შემოტანილი. საიდან შემოგწირდათ ჩინეთი. აქ ჩინეთიდან ყველაზე უფრო დიდი მწარმოებელი ჩინეთი არის საერთოდ არის ახლა კანადაც აწარმოებს და თურქეთიც აწარმოებს და სხვადასხვა სახელმწიფოები სხვადასხვა მიმართულებით არიან მაგალითად რაღაც სახეობის სოკო ამ სახელმწიფოში უფრო კარგად მოდის და რაღაცა და აქედან გამომდინარე ცოტა რთული არის რა ადამიანი მე მაგალითად ვერ ვენდობი ხა რა კი ეს სოკოები შემოწმებული მაქვს და მუშაობენ ისინი მაგრამ მე უფრო მეტ ხარისხს ველოდები და იცი რაც უფრო მეტს გაიგებს ადამიანები და ეს პოპულარული გახდება მიკოთერაპიის მიმართულება ვინც უფრო ბაზარზე შემოვა მეტი და აქ არის ყველაზე დიდი საფრთხე რომ უხარისხო პროდუქტმა არ გაუპუჭოს ამას ისე შეკოწიწებული ავტორიტეტი მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომ იმ კომპონენტში როცა მე კონსულტაციებს გავცემ, მე უკვე მოძიებული მაქვს რაღაცნაირად ბაზარზე რომელი ჯობია ტესტები მაქვს გაკეთებული და აქედან გამომდინარე უკვე მომწოდებელს ვენდობი გარკვეულმა ის შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, შეიძლება ხვალ უკვე სხვას კონდეს, სხვა სახეობა კარგი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ უკვე საკუთარი წარმოება საქართველოს უნდა კონდეს ამ მიმართულებით და ესეც საინტერესო თემა არის რომ ჩვენაც რომ დავიმკვიდროთ ეს კულტურები, სამედიცინო მიმართულების კულტურები, რომ საქართველოში დავამკვიდროთ და ინტეგრირება გავუკეთოთ. როგორც ბიზნეს მიმართულები ჩვენ გავხდეთ მიმწოდებლები და არა შემსყიდველები, ეს ძალიან ადვილად კეთდება და გარკვეული ჯიშის სოკოები ჩვენთან ბუნებრივად მოდის. კიდე რა სოკოები არის რა ჩვენთან? მაგალითად ჩემდა გასაკვირად ეს არის რეიში და რეიშიც აღმოჩნდა სახში მაქვს ახლა და ფოტოსაც თუ ჩავდებთ სოკო მოვწყვიტეთ და აღმოჩნდა რეიში ანუ ესეც მოდის რა დანარჩენი ახლა უკვე კარგი კლიმატი გვაქვს იმისთვის რომ ჩვენ სათბურები შევქნა და ამას დიდი როგორც ლომის გულა მოვიყვანოთ და სხვადასხვა სახეობების სოკოების და შენ ახსენე უკვე რომ კონსულტაციებსაც გასცემ რაღაც მიმართულებით და ადამიანებს ვისაც კითხვები უჩნდება და ახლაც ამ ვიდეოს ნახვის მერე მოგძებნიან უფრო მეტად. რა პროცესია ეს სოკოების შეგროვება რომ მოგვიყვე? მან შეგროვება ახლა უყურეთ, ძირითადად სამედიცინო სოკოები ახლა თუ ეხლაც თუ ტყეში გაივლი ინდაურის კუდს შეაგროვებ ადამიანი შეგიძლია აი ინდაურის კუდი ვინ არის ახლა უყურეთ ხე როდესაც ტყეებში ხე აიქცევა და უკვე უნდა დაიშალოს და გადაიქცეს გრუნტად ხო აქ ერთვება ინდაურის კუდი აქ უკვე იწყებს მუშაობას იშლის აი ამ ყველაფერს რაც არის მერქანში და გარდაქმნის იმ გრუნტად და სადაც უკვე ჩვენ ვზდით ჩვენს უკვე კულტურებს რა აი ეს რაც არის ამ როლს ასრულებს ინდაურის კუდი მანდ. როგორ სწავლობ სოკოებს ერთი ლიტერატურაზეც გითხარი და აი მერე პროცესში ეს ოდნა როგორ რეალიზდება, როგორ ხდება სოკოს ამოცნობა ადგილზე, როგორ არჩევ რომელი სოკო შეგიძლია მოწყვიტო. როგორც ვიცი შეიძლება ფიზიკურად იდენტური იყოს, მაგრამ რადიკალურად ხო. მაგათ შეუძლიათ ისა რა ქვია? მიმიკრია, ხო, მიმიკრია. ანუ თუ ერთი შხამიანია, ის მიიღებს უშხამოა, მაგალითად შეუძლია შხამიანმა მიიღოს მისი ფორმა. ამიტომ მე საჭმელ სოკოებზე არასდროს არ მინადირი არ და არასდროს არ ვნადირო. და ჩემი შემთხვევები მოხდა ძალიან უცნაურად რა. მე ხა ამანიტას შესწავლა რო დავიწყე, მე ვიცოდი რომ ჩვენ ტყეებში ეგ არ უნდა მომეძებნა, იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთში ჩვენ ტყეებში ცოტა რთულია მაგის მოძებნა. რაჭა ბორჯომი მაგალითად უფრო ბორჯომში უფრო ადვე ფიჭვის ტყეები ჭირდება და აქედან გამომდინარე. ბაკურიანი იქნება იდეალური. და მაგალითად და ვიცოდი რომ ვერ მოვიძიებდი ახლა და მაგას გამოშრობის წესი ჭირდება და რაღაცა უკვე მზა პროდუქტი მინდოდა მეყიდა და ეს ლომის გულა და ამანიტა კი შევისყიდე, მაგრამ რადგანაც სოფელში გადავედი დედასთან ერთად და იქ უმკურნალობდი, ხო?
წავაწყდი უცნაურად ლამაზ სოკოს. აი ყვავილივით რაღაც გაზრდილი იყო ულამაზესი. მე საერთოდ არ ვიცოდი ის ვინ იყო. ეს ის სოკოა, რომელსაც არავინ ყურადღებას არ აქცევს ახლა გურიაში რა საერთოდ. არასდროს არა სახელიც არ ვიცით არაფერი, არა და იგავიზარდე. იმდენად ლამაზი იყო სახში წამოვიღე და დავდები რა, როგორც გამოშრა და მე ვხედავ რომ ესეთი ზუსტად ესეთი სოკოთი, ზუსტად ეს პოლ სტამესტი ხელში უჭირავს ესე ტელევიზორში რა. აი თვალს რომ მოკრა რა, გადაცემას კი არ უყურებდი, რაღაცა გადიოდა, ხედავ ზუსტად ესეთი სოკო უჭირავს ხელში კაცს ვერებიანს. ვიცანი პოლ სტამესტი არის და რაღაცას ყვება. მეთქი ეს ის სოკო არ არის მეთქი და ამას ამ დროს მოყვა ზუსტად ის რა სოკო აღმოჩნდა. ეს არის ინდაურის კუდი. აი ეს რომელიც ონკოლოგიასთან არის უძლიერესი საშუალება, რომ ჯერ ერთი რომ პრევენცია გააკეთო, პროფილაქტიკა გააკეთო, იაპონიაში უკვე ქიმიოთერაპიის შემდეგ ამას უნიშნავენ ექიმები, რომ უკვე რაღაც დონეზე, მაგრამ ცირა არის ეხა იმდენი მაგალითი არის, რომ ადამიანებმა დამოკიდებულებები მოიხსნეს, შფოთვები მოიხსნეს და მე გეტყვი კარგი რამეს, უყურე დღეს ეხა ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ, რომ ადამიანი სწორ გაწონასწორებულო ფსიქიკურ მდგომარეობაში რო იყო, წარმატებული რო იყო, უნდა იყო აწმყოში, არ უნდა განერვიულებდეს წარსული, არ უნდა ნერვიულობდე მომავალზე, უნდა იყო ამ მომენტში და მაშინ შენი წონასწორება იქნება დაცული. მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი არის თუ არ ხარ ბერი სადღაც ტყეში, მაგალითად, დღეს ეს შეუძლებელია, მაგრამ სოკოს მიღების შემთხვევაში, მაგალითად, ამანი და მუსკარის მიღების შემთხვევაში, ამ კონდიციას აღწევ. შენ ამ მომენტში ხარ. ამ მომენტში ხარ და აი ბევრს გაუჩნდა უკვე მომავლის შიში, ბევრს გაუჩნდა უკვე სტრესების მიმართ მდგრადობა და ასე შემდეგ. ფაქტია რომ მუშაობს თუ რა ხდენს ამას. იქ არის უკვე ქიმიური სახელები ამ ყველაფრის, რომელიც სისხლში ხდება, მერე ის მიდის ტვინში და ასე შემდეგ და ტექნიკური ახსნა ამ ყველაფრის, მაგრამ ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ამ ჭკვიანური სიტყვებით ვილაპარაკოთ, ჩვენ მაგის ეფექტს თუ როგორ აღხერხებს იმას, რომ ჩვენი წარსულის ფსიქოსურაცა ასწორებს, მაინც ვერ მიხვალ და ქიმიითაც. მაგრამ ეს ფაქტია რომ კეთდება. ეს ფაქტია რომ რაღაც კარებს ხსნის, რაღაც განზომილების კარებს ხსნის ცნობიერებაში და ის ასწავლებრივად უკვე იქ მუშაობას იწყებს გამასწორებაზე. იმისთვის რომ ეს სამედიცინო პრაქტიკაში ინტეგრირდეს, აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვებზე პასუხს. როგორ? იმიტომ რომ ჰიპოთეზით ბევრი რამე დაწყებულა, მაგრამ ეს ჰიპოთეზა მე აუცილებლად უნდა დამტკიცდეს, რომ მოხდეს ინტეგრირება სამედიცინო სფეროში და ალბათ ჩვენს მეცნიერების გზით უნდა წავიდეთ. ძალიან ისეთი საეჭვო ამბავია ხა რაც თქვით ჩვენ. ჩვენ აქამდე მივდივართ მტკიცებულობითი მედიცინით რა და აქამდე მივედით ხედავთ რა. ჩვენ ერთი რამე ალბათ გვეშლება რა. უყურე, როდესაც ჩვენ ამოცანა გვაქვს ხო რაღაც და შიგნით არის მონაცემები, რომლითანაც შეკითხვა არის, რომ რატო ხდება ეს. არის კომპონენტები რა, ქიმიური შემადგენელი, დრო, მონაცემები რაღაც. ჩვენ რაღაც არ ვიცით. რაღაცა არ ვიცით, მოდი პირდაპირ თქვათ რა. შენ შეეხე მიცელიუმს, ალექსანდრე, ეს არის უკიდურესად კომპლექსური ქსელი, რომელიც არის მე რამდენადაც გავიგე ეს ფესვებში ტყის, მიწის ქვეშ კი და მრავალი კილომეტრის მანძილზე ზოგ შემთხვევაში აკავშირებს ერთმანეთთან და გადააქვს წყალი, ნუტრიენტები, სინათლის და ქიმიური სიგნალების გადატანაც შეუძლია და ეს არის აუცილებელი ეკოსისტემის ჯანმრთელობისთვის. ყველაზე დიდი დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმი არის სოკო და ის არის რაღაც ერთი შტატის ხელა არის, სადღაც ამერიკაში არის ეს მიცელიუმი არის მიწის ქვეშ და სოკო თვითონ ნაყოფი რაც არის მიწის ზემოთ, რასაც ჩვენ ხედავთ და წყვიტავთ, ეს არის უკვე ნაყოფი და მიცელიუმი არის უკვე მიწის ქვეშ. ის შეიძლება იყოს ვრცელდებოდეს, ხო, აი როგორც ჩვენ და ასრულებს როგორც ხეებზე, ყველა მცენარეს. ტვინის როლს ასრულებს უკვე აი ბუნებაში რა. ის არეგულირებს ყველაფერს საერთოდ. აი გადამუშავებას. აი იყო პერიოდი, როდესაც რაღაც სახეობის სოკო არ იყო დედამიწაზე და ნახშირი, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიხმართ, ის არ მუშავდებოდა ნიადაგად და დარჩა უკვე კრისტალიზირებული ხიარი ნახშირი, რასაც დღეს ჩვენ მოვიხმართ. მერე გამოჩნდა ინდაურის კუდი, რომელმაც ხეები, რომელიც წაიქცა, უკვე ისინი
დააკუცმაცა და ნიადაგად გადააქცია და ნახშირი უკვე დღეს აღარ კეთდება იმ ხისგან. აი ამ დონეზე არის და ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით პრაქტიკულად ყველგან ყველაფერში ესენი მონაწილეობენ. აი ინტელექტთან გვაქვს საქმე რა, ეხლა მე კი დავარქვი ამას ღვთიური, მაგრამ როგორც ჩვენ ადამიანები ვაზროვნებთ, რაღაც ცოდნები გაგვაჩნია, იგივე საკეთებენ ისინი, იმიტომ არის რომ სოკოები არ შედის არც ცხოველებში, არც მცენარეებში, ეგ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ცხოველიც არის და მცენარეც არის. მაგას სოკოებს არ გააჩნიათ, ფოტოსინთეზს არ აკეთებენ მცენარეებისგან განსხვავებით რა, სისხლებს არ გადაამუშავებენ. ისინი თავისთავად მათში არის უკვე ის პროგრამა ჩადებული, რა კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულონ დედამიწაზე. სიცოცხლის ციკლის ჩამოყალიბებაში. შენ რა სოკოები შეხვედრია ჩვენ ტყეებში? მე შემხვდა მაგალითად რეიში, რომელიც ახლა პირდაპირ ველურად იზრდება და ინდაურის კუდი, რომელიც ველურად იზრდება. ამანიტაც იზრდება გურიაში. ამანიტაც იზრდება და ეს ფაქტია და ეს ყველა მიცის, ამანიტა მოსკარია. ლომის გულაც იზრდება და ბახმაროშიც არის, მაგრამ ცოტა არის, ლომის გულა არის ეს ნეირონულ ქსელზე, რომელიც მუშაობს. ერთი პრობლემა არის უბრალოდ, რომ თუ გვინდა მასშტაბირება, თუ გვინდა რომ ადამიანის მოხმარებაში ეს უკვე გადმოვიდეს პრაქტიკული თვალსაზრისით, ხო, ტყეში მოკრეფილის იმედად ვერ დავრჩებით. ჩვენ უნდა ამათი გავაკეთოთ კულტივირება, მაგრამ მაგ ერთი პრობლემა არის, როცა ტყეშია მოყვანილი ის სტრესის ქვეშ გამოიმუშავებს ზუსტად იმ ნივთიერებებს, რომელიც ჭირდება, მერე უკვე არის სასარგებლო ადამიანისთვის. რაც უფრო აქედან ჩნდება კითხვა ალექსანდრე, რომ ანუ ესე სათბურის პირობებში ზოგრამს ვერც კი მოიყო, ხო? მოიყვან, შეიძლება ისეთი ეფექტური არ იყოს, მოიყვან. იმასაც აქვს თავისი შედეგები აქვს და მაგრამ ისეთი ძლიერი, მაგალითად, თუ 100%-ით ტყეში მოყვანილი ამ საქმეს გააკეთებს, ის გაგიკეთებს 70-ით, ხო? ესეც უკვე კარგი შედეგი არის. თუნდაც მოყვანილი იყოს, მაგრამ სათბურშიც შესაძლებელი არის სტრესული მდგომარეობის შექმნა. ეგეც ტექნიკური საკითხი არის. ამიტომ აქ არის ნიუანსები, ესეთ ბევრი ნიუანსებისგან შედგება ეს სფერო, როგორც მოყვანა, მოძიება, მოხმარება და ასე შემდეგ, რომ შედეგი უკვე გამოგიჩნდეს. მაინც უთხრათ ალბათ ალექსანდრე, ყოველ შემთხვევაში ჩემის მხრივ მე ვიტყოდი, რომ ადამიანებმა არ მიმართონ განსაკუთრებით ფსიქიკურ დაავადებებთან მიმართებაში თვითმკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გარეშე და ხო, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის და მე ყოველთვის ვცდილობ ახლა ჩემ არხზეც ახლა მე რო ვაკეთებ ხოლმე ამის პოპულარიზაციას, მე სულ ვიძახი, ესე იგი თანამედროვე მედიცინისგან განსხვავებით, მიკოთერაპიას როცა შეეხები, შენ ხდები შენი თავის ექიმი. მაგ კონსულტაციას გავცემ. როგორ უნდა გახდეს შენი თავის კურნალი? როგორ არ უნდა მიხვიდე დაავადებამდე ადამიანმა? აი ამაში გეხმარება სოკო. მხოლოდ მაგის შემდეგ უნდა კარგი შესწავლის შემდეგ, კარგი კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია ამის მიღება, იმიტომ რომ შეიძლება თავს დაუშავო. შენ შეეხე საინტერესო საკითხს, რომ ამას სხვა კულტურებში ჩვენთან ნაკლებად, მაგრამ ჩრდილოეთი ჩვენი მეზობლები მათ კულტურაში აქტუალური არის უფრო სოკო. და ზოგადად მაგ სარტყელის ხალხებში მეტად არის, ხო? ქრისტიანულ რიტუალში არსებობს სოკო, ხო? ამაზეც რომ მოგვიყვეთ შეიძლება. ხო, არის წყაროები, რომ და ფრესკებზეც, ხატებზეც ჩავსოვთ მე. ხატებზეც კი არ ნახავთ ამ მასალებს. სხვათა შორის ეკლესია ცდილობს ამ ფაქტებზე მანდამაინც მე არ გამიგია თვითონ ეკლესიის არქიდან. დღევანდელი ეკლესია? დღევანდელი ეკლესია. დღევანდელი ეკლესია ალბათ ისტორიულად ყველაზე ცოტა ცდილობს თავის ისტორიის განმავლობაში. ეს ძველად იყო ხა უამრავი გადაღებილია და ძალიან დიდი ცოდნები დაკარგული არის, რაც აი როგორც მე ხა მაგალითად ღვთიურ ინტელექტს უძახი შესწავლის შემდეგ, იმათმაც იცოდნენ ეს ამბავი და მე უკვე რა თქმა უნდა ეს უკანა მხარეს გადაიწია და იკარგა როგორც ბევრი ცოდნები, რაც ჩვენ ახლა დღეს თავიდან გვიწევს ამის ყოველფრის ამოყრა. ალექსანდრე, საუბრის ბოლოს რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც პირველად გაიგეს ახლა ჩვენგან ამ ყოველფრის შესახებ? რომელ სეგმენტისთვის არის ეგ საინტერესო? ესე რო გადავხედო, ხო? აი ყველასთვის არ აქვს მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული, ახალგაზრდა ხარ, მოხუცებული ხარ, ქრონიკული დაავადებები, ყველას რაღაცა პრობლემები რაღაც სახით გვაქვს. არ არის სფერო, რომელიც ადამიანს ეხება და მიკოთერაპიის საშუალება არ არსებობდეს, რომ მას არ შეეხოს რა. ამიტომ ყველას ესაჭიროება, ოღონდ ყველას ინდივიდუალურად უნდა მიხვდეს მას რომელი სოკო ჭირდება, რა დოზი ჭირდება. მიხვდეს თუ ექიმიც მოიხმაროს. მოიხმაროს, უნდა შესწავლოს, უნდა
გახდეს მკვლევარი რა პრაქტიკულად, ან უნდა ნახოს ადამიანი, რომელიც ამაში უკვე არის გარკვეული და იმისგან ან უნდა თვითონ პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა დაიწყოს შესწავლა. აი ესე რომ სოკო, კაი ყოფილა და წავალ ახლა მე და გადავყვება ეს არ მუშაობს. უნდა იცოდე რასთან გაქვს საქმე. ერთი კითხვა არის კიდე. მოდი ვურჩიოთ ადამიანებს რა ლიტერატურას შეიძლება გაეცნონ შენ ცოდნა რამაც მოგიტანა ამ გზაზე. ალბათ საინტერესო გამოცდილება იქნება. რომ გაუზიაროთ ხვებსაც. ავტორები დაასახელე კონკრეტულად. მე პირველ რიგში პოლ სტამესტი, რომელიც ეს მიკოლოგი არის ამერიკელი და მთელი დედამიწა პატივს როცემს, ეს ამერიკის მხარეს, აქეთ რუსულენოვან მხარეში არის მიხაილ ვიშნიევსკი, ესეთი ბიჭი ძალიან უფრო მეტი კვლევები აქვს ჩატარებული, ესეც ამასაც ბუნებრივი ახსნა აქვს თუ რატომ მოხდა ჩვენ ტერიტორიაზე, და რატო არის რუსულენოვანი ეს უფრო მეტი ეს მასალები. ესეთი უფრო კულტურულად უფრო საინტერესო ხო სოკოები ამ ხალხებისთვის. კიდე გრძელი თემა ესეც თუ რატომ მოხდა ახლა მაგას შორს არ წავიდეთ. ეს ორი საკმარისი არის, აი პოლ სტამესტი და ვიშნევსკი. დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტიც არსებობს, ინტერნეტიც არსებობს და ჩინეთში არის ტრაქტატები ამაზე დაწერილი. იაპონელებს აქვს ძალიან კარგი კვლევები უკვე ფიზიკურად ჩატარებულები. უამრავი მასალები არის, გააჩნია ვინს რა ხელსაწყო უფრო აწყობს, რა რომელ იმასთან უფრო ახლოს ენასთან არის, დრო უნდა დახარჯო რა უბრალოდ. მე რა ვქენი, მე ახალი არაფერი არა, მე დრო დავხარჯე იმაზე, რომ აი იქ გავიგე და ესენი ყველაფერი შევაერთე მე რა. უბრალოდ რომ ერთიანი სურათი დამენახა. ამაზე დამეკარგა დრო. უფრო მეტად. იგივე უნდა გააკეთოს, ვისაც დააინტერესებს ეს ამბავი რა. ან ნახოს ადამიანი, რომელსაც უკვე ეს დრო დახორჯული აქვს. დღეს მოვჭით მაშინ.